1997 წლის 21 აგვისტოს გაზეთ ლიტერატურულ საქართველოში უცნაური ფოტო გამოქვეყნდა. Ამ ფოტოს ხედავთ თქვენს ეკრანებზე და იყო წარწერა ჭეშმარიტი მუსიკოსები იაპონიიდან. და იქვე იყო მეორე ფოტო, სადაც საქართველოს სახალხო არტისტი ანზორ ერქომაიშვილი ფანდურს აჩვენებდა იაპონელებს და ქვემოთ ეწერა, რომ ესენი იყვნენ ჯგუფი იამისირო ბუმი და იაპონელი სტუდენტები სტუმრად საქართველოს ССР სახალხო არტისტ ანზორ ერქომაიშვილთან. ტექსტში ეწერა, რომ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში თბილისელი საზოგადოების წინაშე წარდგა იაპონელ სტუდენტთა ფოლკლორული ანსამბლი იამასირო ბუმი. ანსამბლის ხელმძღვანელია ტოკიოს ინტერნაციონალური სახლის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს იაპონიის საზოგადოების თავმჯდომარე ქალბატონი ხიროკო კაკო. და შემდეგ იყო მოთხრობილი, რომ ეს ანსამბლი შეისწავლის სოფლის სხვადასხვა ფოლკლორს, სხვადასხვა ქვეყნების და ასრულებს ამ ფოლკლორს და იყო საუბარი იმაზე ასევე, რომ ამ იაპონელებმა წარუდგინეს თავიანთი ნაშრომი ქართულ ხალხს, მათ შორის მსოფლიო ხალხთა ფოლკლორული ნაწარმოებები. მაგრამ რა უნდათ ამ ანსამბლის წევრებს საქართველოში და იმღერეს თუ არა ქართულ ენაზე მათ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ამ ვიდეოში სწორედ ამას გავარკვევთ, ჩავიხედავთ საქართველოს იმდროინდელ გაზეთებში ძალიან საინტერესო მასალას ვნახავთ და ამიტომ ვიდეოს დაწყებამდე დალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი. დავიწყოთ. პირველი გაზეთი, რომელზეც ჩვენ უკვე საუბრობთ, ეს არის ლიტერატურული საქართველო 21 აგვისტო, როგორც ხედავთ, გამოცემის 55 წელი 1997 წელი, სადაც პირველ გვერდზე იყო დაბეჭდილი იმის შესახებ, რომ საქართველოს სტუმრობდა იაპონური ჯგუფი, ქართული საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია იაპონელების მიერ შესრულებულმა ქართულმა სიმღერებმა იაპონელების მიერ იმერული, გზავრული, დიამბეგო, ლილე, ხასანბეგურა და ქართულო ხელი ხმალსიკარი. ცხადია, ხა მაშინ როგორც საქარი აღნიშნული და სხვაგანაც წერია, რომ ეს იყო პირველი არა ქართულენოვანი მუსიკალური ჯგუფი, რომელმაც ქართული პოლიფონური სიმღერები შეასრულაო თუ ვენდობით ამ გაზეთს, პირველი არა ქართული მუსიკალური კოლექტივი, რომელიც არა მარტო ასრულებს ქართულ სიმღერებს, არამედ მეცნიერულ დონეზე სწავლობს მათო. კონცერტი გაუმართია თბილისში, წყალტუბოში, თელავში და ბათუმში. და ამის შემდეგ უკვე არის გაზეთი კომუნისტი, გაჩვენებთ ახლა თარიღს ამ გაზეთის, ესეც არის 21 აგვისტო 1997 წელი და აქ აი დაბეჭდილია იგივე ფოტო, ხედავთ ეს ფოტო, ასევე ფანდურით ხელში იაპონელები და ასევე ქვემოთ არის იაპონური ჯგუფი, რომელიც ასრულებს სიმღერას. უკვე მეტი პოლიტიკური დატვირთვა აქვს ამ გაზეთს, როგორც იცით და საუბარი იმაზე, რომ თითქმის იგივე წერია, რომ რა სიმღერები შეასრულეს, საუბარი იმაზე, რომ კონცერტის წინ სტუმრებს მიესალმა და ბედნიერი ტურნე უსურვა საქართველოს რესპუბლიკის სახალხო არტისტმა, ხალხური მუსიკის ჩინებულმა მცოდნემ და მოამაგემ ანზორ ერქომაიშვილმა და მანვე წარუდგინა მსმენელებს დელეგაციის ხელმძღვანელი ქალბატონი კაკო სანი, რომელმაც თქვა, რომ ტოკიოში საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის საზოგადოებაში მუშაობ, აქედან გავიცანი საქართველოს მისი მდიდარი კულტურა, განვიზრახეს შემექმნა მომღერალთა გუნდი, რომლის მიზანი იქნებოდა სოფლის ხალხთა ფოლკლორის შესწავლა. გუნდის ხელმძღვანელობს ცნობილი ლოტბარი იამასირო, რეპერტუარი სოფლის სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ სიმღერებს მოიცავს, მათ შორის ქართულს, თანაც ურთულეს ნიშნებს, ხასანბეგურას, ლილეს და სხვას. მოდი ხა გავეცნოთ მომდევნო გაზეთს. მომდევნო გაზეთი არის უკვე 18 მაისის 1998 წლის გაზეთი და აქ უკვე საუბარია, აი ეს ხედავთ, ეს იაპონელები არიან და აქ უკვე ფესტივალზე არის საუბარი. გორში გრძელდება საგუნდო მუსიკის მეორე საკავშირო ფესტივალი. მსმენელთა წინაშე უკვე წარსდგნენ ტარტუს სახელმწიფო უნივერსიტეტის, სომხეთის, ლატვიის ანსამბლები, გორის და თელავის სამუსიკო ანსამბლების გოგონათა კამერული გუნდები და ტოკიოს ფოლკლორული ანსამბლი იამასირო ბუმი და სხვები. როგორც ჩანს, მომდევნო წელსაც ჩამოვიდნენ იაპონელები საქართველოში და უკვე ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა გორში. არ მქონდა ამაზე ინფორმაცია, არანაირი ინფორმაცია, რომ ეს იაპონური გუნდი იყო საქართველოში ჩამოსული და მღეროდა ქართულ სიმღერებს. ამის შესახებ ჩემმა ერთ-ერთმა გამომწერმა წინა ვიდეოს კომენტარებში დამიწერა და დამაინტერესა რა გუნდია, რომელი ფოლკლორული ანსამბლია და შემდეგ და მოვიძიე ინფორმაცია, ეს არის გეინო იამასირო ბუმი, როგორც აღმოჩნდა თურმე და ეს არის ცნობილი იაპონური მუსიკალური კოლექტივი, რომელიც
1974 წელს დაარსებულა და ის შეუქმნია ცუტომუ ოჰაშის, რომელიც პროფესიით მოლეკულური ბიოლოგი და კომპოზიტორი ყოფილა. ამ ჯგუფის მთავარი თავისებურება ის ყოფილა, რომ მასში არ შედიან პროფესიონალური მუსიკოსები. კოლექტივი აერთიანებს ასობით სხვადასხვა პროფესიის ადამიანს, მათ შორის სტუდენტებს, ინჟინრებს, ექიმებს, რომლებიც თავისუფალ დროს მუსიკალურ ექსპერიმენტებს უთმობენ. და მათი მუსიკალური სტილი მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა ტრადიციული მუსიკისა და თანამედროვე ელექტრონული ჟღერადობის სინთეზია. ისინი ერთმანეთს აზავებენ ინდონეზიურ გამელანს, იაპონურ თეატრალურ გალობას, ევროპულ პოლიფონიასა და ციფრულ სინთეზატორებს. აქ პოლიფონიაში იგულისხმება, რა თქმა უნდა, ქართული უნდა იგულისხმებოდეს, ახლა სხვა პოლიფონია. მე არ წამიკითხია, რომ მათ შეესრულებინა. ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? ესენი რომ ჩამოვიდნენ საქართველოში, მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ალბათ თავიანთ კარიერაში ყველაზე ცნობილი ნაწარმოები შექმნილი. ეს არის ის, რამაც მათ საერთაშორისო აღიარება მოუტანა, ეს არის 1988 წელს იაპონიაში გამოვიდა სოფლიოში ერთ-ერთი ალბათ საკულტო ანიმაციური ფილმი ანიმე აკირა და აკირას საუნდტრეკი სწორედ ეკუთვნის ამ ცნობილ იაპონურ მუსიკალურ კოლექტივს. და ეს მუსიკალური გაფორმება დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ ნამუშევრად კინომუსიკის ისტორიაში. ეს ძალიან ცნობილი ზოგადად საუნდტრეკია და ამიტომაც მე არ მაქვს უფლება რომ ჩემს ვიდეოს დავურთო თან, რადგან მოქმედებს კოპირაით სისტემა, შესაბამისად ამ ნამუშევარს თავის მფლობელი ყავს და ის მფლობელი არაძლევს უფლებას სხვას რომ გამოიყენოს ეს მუსიკა სხვა ვიდეოებში. ამიტომაც თქვენ თავად შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოს ნახვის შემდეგ, მოусმინოთ ამ საუნდტრეკს ნამდვილად მოწონება არ მოწონების მიუხედავად, ეს არის ნამდვილად ყველაზე ინოვაციური ნამუშევარი ანიმეს და ზოგადად კინომუსიკის ისტორიაში თავადაც დარწმუნდებით. ზოგადად მათი შემოქმედება სამეცნიერო საქმიანობით გამოირჩევა გარდა, რა თქმა უნდა, მუსიკალური შესრულებისა და მათ შეისწავლეს და აღწერეს ეგრეთ წოდებული ჰიპერსონიკური ეფექტი. მათი კვლევის მიხედვით მაღალი სიხშირის ბგერები, რომლებიც მათ ალბომებშია გამოყენებული, დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ნევრულ სისტემაზე და ამცირებს სტრესს. ამიტომაც მიზეზი რის გამოც ეს ვიდეო ჩავწერე, ცხადია ის რომ საქართველოსთან არიან დაკავშირებული ამ ჯგუფის წევრები და ზოგადად ეს ჯგუფი ქართულ სიმღერებს ასრულებენ და ეს ძალიან საინტერესო იყო, რომ თორმე შეისწავლეს მათ სამეცნიერო ეფექტი და თავიანთ ნაწარმოებებში იყენებენ ისეთ ეფექტს, ჰიპერსონიკურ ეფექტს, რომელიც მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. დღეისთვის ეს ჯგუფი Yamashiro Gumi ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და უნიკალურ მოვლენად ითვლება როგორც იაპონურ, ისევე მსოფლიოს ავანგარდულ მუსიკაში და ეს ნამდვილად ერთხელ მოსმენად მინიმუმ ღირს თქვენი მხრიდან რომ ნახოთ, მოусმინოთ ამ ჯგუფს და თავადაც დარწმუნდებით რომ სწორად გირჩიეთ ეს ჯგუფი ერთხელ მოსასმენად ნამდვილად ღირს. აქვე არის დისკოგრაფია, აქ ჩამოთვლილია სტუდიური ალბომები, თუ რომელი და მე დაგაინტერესებთ ეს არის მათი ვიკიპედია, ასე უნდა მოძებნოთ და აქ უკვე ჩამოთვლილია მათი სტუდიური ალბომები, საუნდტრეკი რა თქმა უნდა პირველი წერია აკირასთვის გაკეთებული და სხვა ნაწარმოებები, ლაივ ალბომები, რემიქსები, ვიდეოები და ასე შემდეგ. უნდა ითქვას რომ რემიქსი გამოვიდა 2024 წელს, ანუ თუ მოგეწო ისეთი გავლენიანია ეს აკირას საუნდტრეკი რომ 2024 წელს მისი რემიქსიც გამოვიდა. რაც შეეხება სტუდიურ ალბომებს 90 წლის შემდეგ ამ ჯგუფს სტუდიური ალბომი არ გამოუშვია. ეს არის ლოგო, რომელიც მიეძღვნა ამ ჯგუფის მიერ საქართველოში ჩამოსვლას და საუბრობთ უნდა იყოს კონცერტთან დაკავშირებული, ალბათ რომელიმე კონცერტთან დაკავშირებული. ეს არის 87 წლის. 87 წლის ალბომი პლაკატია, უბრალოდ რომელიც შეუსრულებია ნოდარ მალაზონიას საქართველოს კულტურის სამინისტროსთვის. და ესე არის აქ არასწორად წერია, ყველგან არასწორად წერია, სინამდვილეში არის როგორც აქ არის მითითებული Yamashiro Gumi, Yamashiros გასართობი ჯგუფი, ესე ქვია იაპონურად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ ადამიანს, ვინც მირჩია, უშუალოდ მითხრა პირველად ამ ჯგუფის შესახებ და თქვენ თუ იცით მსგავსი საინტერესო ისტორიები, დაწერეთ ამ ვიდეოს კომენტარებში. ცხადია, ბევრს ალბათ ახსოვს კიდევაც ამ გუნდის იაპონური ჯგუფის შესახებ. რეგიონებში ბევრჯერ მოგზაურიათ, როგორც ჩანს, რამდენიმე ქალაქში ყოფილან საქართველოში მინიმუმ მე როგორც მოვიძიე ინფორმაცია, ორჯერ არიან ნამყოფი, ორ სხვადასხვა ფესტივალზე, მუსიკალურ ფესტივალზე, შესაბამისად ბევრს ალბათ ახსოვს კიდევაც და მოусმენია მათთვის. დაწერეთ კომენტარებში თქვენი ისტორია როგორ გახსოვთ ეს ჯგუფი, როგორ მოგეწონა და ამ შემდეგ, როგორ მღეროდნენ ქართულ სიმღერებს და ამ შემდეგ და ასევე დაწერეთ კიდევ რომელი მსგავსი ჯგუფი გახსოვთ საქართველოს ჩამოსული, რომლებიც მღეროდნენ
ქართულ სიმღერებს. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოგჩეთ მეტი მსგავსი ვიდეო. დიდი მადლობა.